ბიძი, ჩაიცუ წავედით. დროა. ერთად შეგვიძლია უყუროთ სარიშულმა ახალი ტესტ დრაივი დადო Land Cruiser Prado-ზე. მოგესალმებით, მე ვარ გიორგი სარიშვილი და რა თქმა უნდა თქვენ უყურებთ უხეშ ტესტ დრაივს. დღევანდელ ვიდეოში თქვენ უკვე ნახეთ, რომ ვიღებთ Land Cruiser Prado-ს. ეს ძველ Prado-ს აღარ გავს და ზუსტად ეგ იყო მიზეზი, რომ ყველას ყურადღება მიიპყრო ამ მანქანას. საერთოდ სხვა დიზაინი ჩემოგთავაზეს და მაგ ყველაფერს დღეს გავივლით და გავიცნობთ ამ მანქანას უხეშ ტესტ დრაივში. მე ძალიან მინდოდა ამ მანქანის გადაღება, იმიტომ რომ როგორც კი ეს მანქანა დაანონსეს, ეგრევე ჩემი ყურადღებას რა თქმა უნდა მიიპყრო და მაინტერესებდა რატო გადაწყვიტეს, რომ ესეთი დიზაინის Prado შემოეგდოთ ბაზარზე. იმიტომ რომ ის ძველი Prado-ები რაც იყო საერთოდ რადიკალურად განსხვავებულნი. რო შეხედავ ის საერთოდ სხვა მანქანა და ვერ მიხვდები, რომ ეს ახალი Prado არის იმის გაგრძელება. ამიტომ უღრმესი მადლობა პატრონს, რომ ეს მანქანა გვათხოვა, სულ ახალი არის, 2024 წლის მოდელია. ეს არ არის ცენტრის მანქანა, ჩვენმა მეგობარმა გვათხოვა და ძალიან დიდი მადლობა, იმიტომ რომ მოგვეცა შანსი, რომ ჩვენც გავიცნოთ ეს ავტომობილი და რა თქმა უნდა საქართველოში Toyota-ს ძალიან დიდი აუდიტორია ყავს, ანუ ძალიან ბევრი ადამიანია, ვინც არის Toyota-ს მოყვარული და ჩემი გადმოსახედიდან ეს არის ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო Toyota. რა თქმა უნდა, ახალ მანქანებში გულისხმობ. რამოდენიმე ვერსია შემოგთავაზეს, ერთი არის 1958 edition-ი, ეგეთი არის, მრგვალი ფარები აქვს, ნაჭრის სალონი აქვს და ასე შემდეგ. საერთოდ არ ვიცი მაგის გამოშვებას რა აზრი ქონდა. მერე მოდის უკვე ეს შუაში, რაღაც პრემიუმი არის, პირდაპირ გითხრათ და მერე მოდის ისე მრგვალფარიანი first edition-ი, ანუ ეგრე დაარქვეს და მაქედან უკვე კომპლექტაციების მიხედვით შეგიძლიათ სასურველი აირჩიოთ. მე როგორც ვიცი, წესით დარიგით არ ვწდები, ყველანაირად რა მოვიძე ინფორმაცია. ის ფარების თუ გინდა შეგიძლია ამაზე დააყენო, რაღაცა იჩალიჩო და იმ მრგვალ ფარებსაც დააყენეთ, მაგრამ მე არ ვიწვალებ. თუ გინდა შეგიძლია პირდაპირ იყიდო, თუ არა და ესეთი სიფათით შემოგთავაზეს. მოკლედ, არც კი ვიცი საიდან დავიწყო. იმიტომ რომ Land Cruiser Prado არის, Toyota-სთვის ერთ-ერთი ალბათ ყველაზე წარმატებული მოდელი. დღემდე საქართველოში ძალიან ბევრი პატივსცემს და ყველას უყვარს. თუმცა ყოველთვის იყო ის, რომ რაღაც ბებრული მანქანა იყო, ძალიან რაღაც მოსაწყენი ავტომობილი იყო და რაღაცები შეიცვალა რა. ადრე თუ გიწევდა რაღაცა თამადობა სუფრაზე, ძველი Prado-ი რომ მიდიოდი, ეხლა შეგიძლია სუფრაზე ამით დააგვიანო. ადრე თუ გიწევდა რა სექსუალურად შევიწროება შენი თანამშრომლის, ეხლა ეგრე აღარ არის, უკვე აქეთ კერავენ, მიხვდი, ანუ ამაზე მაგით აღარ გიწევს, ეგეთ რაღაცები შეიცვალა. ნამდვილად შეგვიძლია რომ ეგრე შევადაროთ ამ მანქანას. სხვათა შორის ძველი Prado-ს ტესტ დრაივის გადაღებული გვაქვს, შეგიძლიათ ეგ ვიდეო ნახოთ და მერე უყუროთ ამას, ან ამას უყუროთ და მერე ჩართოთ ის ვიდეო. ეხლა დაუბრუნდეთ ცოტა ხანი ამ ახალ Prado-ს, იმიტომ რომ აი ხელები და ენა მეფხანება რომ ამის დიზაინზე ვისაუბრო. ანუ პირველი რაც ამ მანქანაში გვხდება, ეს არის დიზაინი, იმიტომ რომ რადიკალურად შეცვალეს დიზაინი. შეიძლება ბევრს გულიც დაწყდა, იმიტომ რომ მიჩვეულები იყვნენ, რომ ეს Prado რაღაც კუზიანი მოხუცი კაცივით უნდა ყოფილიყო, რაღაც ოღრაში მასტი იყო, ანუ სულ ასოცირდებოდა აი ეგეთი მასთან რა. ან უნდა ყოფილიყო რაღაც სამთავრობო მანქანა, ან რავი, 60 წლის რო იყავი Prado-ს აი ყველაზე მაგრად იხდენდი, მაგრამ ამ შემთხვევაში ზუსტად მაგას ვიძახი. ამით უკვე თესლი ბიძა იჩითები რა. ანუ აი ბიძას რო ელოდები, რომ დაბადების დღეს ყველაზე მეტ ფულს გაჩუქეს, ხო ხდები? აი იმ ბიძას რო ელოდები, რომ აი 20 ლარიან ბოზებში კი აი იმენა მაგარ ესკორტებს გამოგიზახეს. ანუ ეგეთი ბიძა იჩითები ამით უკვე საერთოდ შეიცვალა რადიკალურად, იმიტომ რომ მართლა თანამედროვე უზორები აქვს. ტაშსაც მე მგონი არ დაუკრავს ეს ახლა. ხო. Toyota-ს თუნუქი, ანუ ჟესტი რაც არის ყოველთვის თხელია ხოლმე და აი ესე არის 100-ის მერე. ამ შემთხვევაში მე ვიმედოვნებ რომ მაგას არ იზავს. ყველაზე სქელი კაპოტი არ არის, მაგრამ ისეთი რბილიც აღარ არის. პირველი ალბათ ყველას თავში ის მოგივიდათ აზრად, აი რა შევადაროთ და ალბათ Defender-ი გაგახსენდათ. კი, რაღაცი შეიძლება შეადარო, მაგრამ რეალურად Defender-ი არის სუმრგვალი. ანუ ოთხკუთხედი აღარა, ერთადერთი ჭერი მიდის მაგ Defender-ის, რომელსაც არის ოთხკუთხედი. მაგის ტესტ დრაივის გადაღებული გვაქვს, შეგიძლიათ ნახოთ და მე თქვენ შეადაროთ.
ამ შემთხვევაში მე ვიტყოდი, რომ Land Cruiser 300 გადააკეთეს და დააპატარავესო, უფრო ვიდრე რაღაც Defender-ს შევადაროთ ან სხვა ეგეთ ოთხკუთხედ მოდელს. ანუ რო შეხედავ Toyota-s ლოგო რომ მოხსნა, მიხვდები რომ Toyota. გვერდის ნორმალურია, კრილო წინა გამობერილი, უკანა გამობერილი, რაც მართლა უხდება და უფრო დაკუნთულსა ჩემს ამ მანქანას. ერთი სიტყვით ეხა გაგვახსენდა FG Cruiser-ი. ანუ FG Cruiser-ი იდეაში Toyota-მ შეწყვიტა, აღარ გამოდის. და ვისაც ის FG Cruiser-ი ენატრებოდა, ალბათ შეგვიძლია რაღაც ამ მანქანაში დავინახოთ. აი რო გარდაიცვალა ბაბუა და შვილიშვილში რო ხედავ რომ რაღაცა გენი მოყვა, ზუსტად ეგრე არის. FG Cruiser-ი აღარ არის, მაგრამ აი ამ სარკით, ამ ოთხკუთხედი ფორმებით შეგვიძლია რაღაცით გული გავიხაროთ ამ მანქანას რო ვიყიდით, ვისაც ევასებოდა ის ძველი FG Cruiser-ი. ეს როგორც კი დავინახე, ეს ამობერილი, მეგონა რომ შუშა აი აქ გაჩერდებოდა რა, იქ შეგინდა რომ ხელს ვერდებ გვერდზე, აი ზაფხულში შუშას ჩამოუწევდა სადღაც რომ ჩერდება, ეგ მეგონა და მეთქი აი ჩააჯვეს მაინც მეთქი. თუმცა შევწდი ბოლომდე ჩადის შუშა და ეგ პრობლემა არ გექნებათ. ფეხის დასადები რომ მარტივად ჩავждეთ ავტომობილში, ჩავსხდეთ. რა თქმა უნდა, ეს არ გაძრება, მაგრამ აქ რო დავადე, უკან ფეხი აი ცოტა რაღაცა ჩამოპრიხა აი გვერდი რა. ალბათ მძიმე წონის ადამიანი თუ აი კუთხიდან ცუდად ავახომე, შეიძლება ცოტა ჩამოიპრიხოს, მაგრამ არა უშავს, უხდება. ესეც სხვადასხვანაირებია, სხვადასხვა კომპლექტაცია, სხვანაირი უყენია. უკანა მხარესაც ახლა რო შევხედოთ რა. მთლიანობაში ეხა ზე თანამედროვე მომავლის მანქანას არ გავს, მაგრამ აი ეს ფორმები მომწონს, ანუ ცოტა ბრუტალური, ცოტა კაცური ფორმები რო აქვს, აი რო შეხედავ მანქანას და აი რო ხვდები ტესტესტერონის ოვერდოზი აქვს, აი რაღაც ეგეთი მანქანები, რა თქმა უნდა, კაცებს უყვართ ხოლმე და არა მხოლოდ კაცებს. არსებობს რაღაც ბრუტალური მანქანები, როგორც არის G-კლასი, აი რა ვიცი, ვისაც არ უნდა ყავდეს, ყველას ევასება ეგ მანქანა. იმიტომ რომ ნუ ბრუტალური და ტესტესტერონია გადარტყმული, აი ოვერდოზია ტესტესტერონის. აქ შეიძლება McDonald's-ზე ტესტესტერონი არ იყოს, მაგრამ აშკარად ეთყობა, რომ აი კაცური მანქანა არის. უხეში ფორმები აქვს და ეს უხეში ფორმები SUV-ს უხდება, რომელსაც მართლა შეუძლია, რომ გზიდან გადავიდეს და off-road-ში იაროს. პლუს მაგას აქვე შეგახსენეთ, რომ Defender-ი თუ გამოვიდა უკვე ჩვეულებრივი კუზაოთი, აქ Prado-ზე დატოვებულია ისევ ის ეგრეთ წოდებული რამა და რამაზეა ნამდვილი ჯიპი. წინ დამოუკიდებელი დაკიდების სისტემა აქვს და უკან უკვე ჩულოქი. ანუ ეგ მიღებული პრაქტიკაა, იმიტომ რომ გაგვექცნენ ცხენები, გაგვექცნენ. ძალიან რო არ იყანყალოს მანქანამ და ქალაქშიც ადამიანურად იაროს, წინ დამოუკიდებელ დაკიდების სისტემას უკეთებენ, რომ აი ეს ავით არ იქანაოს იქით აქ ეს მანქანამ და ნუ მივესალმები, იმიტომ რომ ხა დარწმუნებული ვარ აი ამ მანქანას ვინც იყიდეს off-road-ში Wrangler-ივით შუაზე არავინ არ გაწყვეტავს. თუმცა ამ მანქანას შეუძლია საკმაოდ კარგად იაროს off-road-ში. ყველანაირი მონაცემები აქვს იმისთვის, რომ გზიდან გადავიდეს და სადმე ქუჩაში არ დაგტოვოთ. თუ იმას ფიქრობთ, რომ ეხლა რაღაცა X6 ვიყიდვან GLE და აქეთ Prado, ანუ ერთმანეთთან აი საერთოდ არაფერ კავშირში არ არის. საერთოდ, ანუ ისინი დახვეწილი დიზაინით არის, უფრო თანამედროვე დიზაინით არის, უფრო რბილად ადის, უფრო მანევრირებადია, ვიდრე ეს. ანუ ეს არის ცოტა დახვეწილი ძველი სტილის ჯიპი, რომელიც არის რამაზე, დაქანაობს და ასე შემდეგ, ანუ უგზობა შეგიძლია გამოიყენო. საბარგული ორად არის გაყოფილი, აქედან შეგვიძლია ცალკე შუშა გავხსნათ. ეს თავის სპოილერთან ერთად ადის. და მე მთლიანად შეგვიძლია გავხსნათ. ძალიან დიდი არ არის. თითქოს აი ამ მანქანაში ცოტა ინტერიერი შევიწროვებული, იმიტომ ზოგადად ეს ძველ Prado-თან შედარებით ცოტა პატარა ზომის არის ეს მანქანა, მაგრამ ინტერიერშიც აი რაღაცეები შევამჩნიე, რომ უფრო მჭიდროდ არის, ვიდრე ადრე ქონდა Toyota-ს, ანუ Prado-ებს. ეხლა ვერ ვიტყოდი, რომ ძალიან დიდი საბარგულია, საერთოდ ვერ ვიტყოდი, რომ დიდი საბარგულია. ხო, ეს შესასვლელად, სათადარიგო საბურავი შესასვლელად. ესეც აქ. ეს ფარდა ესე შეგვიძლია გავაკეთოთ. ეს რა თქმა უნდა იხსნება. ძალიან მარტივად იხსნება, თუმცა ამის რეალურად დასადები ესე არ არის დასადები, არ ვიცი სად უნდა ჩადო. აი მე რესაც წავიღო უკვე აღარ ვიცი. ესეც ვერ დადებ. ვერ დადებ, იმიტომ ბარგიც ხომ უნდა დადო. ანუ ეს სახში უნდა დატოვოთ ერთ სიტყვით ამას თუ იზავთ. მოკალეთ, თუ ყველაფერი არ გადადე. ესე. მე აი ეს წაიღე. მოაშორე. აქედან არ ვიცი. ბავშვები უნდა შეტენო, რა თქმა უნდა, აბა სხვას ვიშეტენი აქ. ეს უნდა ამოწიო. ჩემი კაი. ისე უგრაშობა ჯობდა.
აგერა აქ. ჩემი. ამ კოვრიქს რა უნდა უკ? არ ვიცი, ტრაში აიკეთო. გავოფლიანდი. და მე აქენა კიდე ხელით უნდა ამოწიო ქვედა დასაჯდომი, 7 ადგილიანი რო გახდეს და ეგ არის. всё, მოიცადე ესეც ესე. ესეც მიზეცი არ დამეხმარო, იმიტომ აი ჩავჯექი და აბა ჩემი თუ იჭალიჭე. კი. ცოტა სიწვალეთ, მაგრამ ეგ არაფერი, გავუფლიანდი. ესე და მე შეგიძლია ამოწიე ის. ეხლა უნდა დამეხმარა. გავშვე? ნუ ამის 7 ადგილობა მოვთხრან რა. ძალიან დამცხა, მაგრამ აუცილებლად უნდა მეჩვენებინა ეგ, ნუ ელექტრო რო ყოფილიყო, რა თქმა უნდა, უკეთესი იქნებოდა, იმიტომ რომ ბევრ მანქანას აქვს ელექტრო. ტესლაშიც რო ჯდები, ცოტა ელექტრო ეგ რაღაცეებით, მარტივად ღილაკებით კეთდება. აქ ცოტა უნდა გაისარჯო რა, ცოტა უნდა იჩალიჩო, მაგრამ ორი სკამი უკან არის, ორ ადამიანს, პატარა ადამიანს ჩატენი. ოპანა. მაგრამ ჩვენ არ ვიმჩნევთ, იმიტომ რომ თანამედროვე ბიძერი ვარ. ხო, დისკები გიომ შემახსენა, იმიტომ ყურადღება არც მიმიქცევია და გეტყვით რატო არ მიმაქცია ყურადღება. ეხლა თქვენც მიხვდით, რომ ამ მანქანას განვიხილა უფრო რაღაცა მოჯიპო კატეგორიაში. ოღონდ იმ SUV-ს არ ვიძახეთ დღესდღეობით ქალაქში რომ AMG და M-ი დარბიან. ანუ აი off-road-ის ძველი ჯიპი, როგორც გვახსენდებოდა ხოლმე, რომ უნდა ყოფილიყო რამაზე და ეგ რაღაცა რაზდატკებით და ხიდებით და ასე შემდეგ, ზუსტად ეგრე განვიხილა. მაგიტო ვერ მივაქცია ყურადღება. მაგრამ ნეტა არ მიმექცია ყურადღება და არ შევეხსენებინა, იმიტომ რომ ზედმეტად ჩვეულებრივი დისკია რა, ზედმეტად ჩვეულებრივი დისკია, რომელიც არაფრით არ გამოირჩევა არაფრისგან. ანუ ქალაქს ეს დისკები არ უხდება. ტალახს, ჭუჭხს, ტბას, ქაქს, აღმარს, დაღმარს, ქვებს, კი ბატონო, მშვენიერი დისკია. მაგისთვის ნორმალურია, მშვენიერი, ახ ცოტა ისეთი ნათქვამია. დღესდღეობით ყველანაირი დისკი შეძენა რომ შეგიძლია, მშვენიერი ვეღარ არის. მაგრამ ქარხნული ესეთი დაბალი კომპლექტაციის, საშუალო კომპლექტაციის მანქანისთვის, რომელიც რამაზია, ავიტანოთ ეს დისკები. ამ მანქანის ვიზუალს კიდე ნახავ და კიდე ბევრჯერ ვახსენებ, ეხლა უკვე დროა ჩავждეთ, ამოვქოგოთ ინტერიერზეც ვისაუბროთ და როგორ დადის ეს მანქანა ვნახოთ. გავიცნოთ უკეთესად. წავედით. ერთი სული მქონდა დაწყებას, როდის ჩავწერდით, რომ ეს მანქანა დამესვა რა. აი ერთი სული, აი მგუბეს რო უყურებდი, აი ითხოვდა რა, აი მინდოდა რომ აი გამიარა და გადმოსხმულიყო წყალი. კიდე ერთი პლუსი აი ამ დისკების, ქარხნული დისკების, რომელსაც რა უზარმაზარ ბორტიანი საბურავები უყენია, ის არის, რომ არსად არ დაგენანება უგზოობაში, იმიტომ რომ ვერც დაკაცრავდა, რომ დაკაცროს საერთოდ არ იფიქრებ მაგაზე, რომ აი მე დისკი გავაფუჭე, ანუ აი მენა კიდია. აი ეგ პლუსი აქვს ამ დისკებს მხოლოდ და მხოლოდ. ეხლა ამ მანქანაზე რომ დააყენო რაღაც ლამაზი ისეთი, აი ჩვენ რო გვევასება ხოლმე ისეთი დისკები, აი ასფალტიდან ვერ გადახვალ იმის შიშით, რომ დისკი არ გააფუჭო. ჩვენ ეხლა ქალაქგარეთ გამოვედით, წყნარად რო გადავიღოთ ჩვენი ვიდეო. ეს ის ადგილია თქვენთვის კარგად ცნობილი ადგილია, კორვეტითაც ვიარდ M4-ით აკაურობა დავანგრიე, აი მენა ყველგან ვიარე დრიფტით. ეს ადგილი არის, რა თქმა უნდა, დიდგორის ასასვლელი და აქ გავაგზავნებთ ჩვენი Land Cruiser-ის გადაღებას. მაგრამ ვერ ავდივარ. მაგრამ აი ვიწყებდი, იმიტომ მე ვთქვი სალონში ჩავждე და ვნახოთ როგორ დადის მეთქი ეს მანქანა და სალონიც განვიხილოთ მეთქი. აი, ცხენების უკმარისობა, იქ რო დარბოდნენ ცხენები, უეჭველი აქედან გაიქცნენ რამოდენიმე. იმიტომ რომ აი ძლივს მიღოღავს. აი ხა მაჭი, აი ბოლომდე დავაჭე, kickdown-ს, ყველაფერს დავაჭე, რაც კი შეიძლებოდა. აჰა, თქვენ გამო აგე სპორტში გადავრთავ. აჰა, სპორტში ვარ, მიდი. აი, მენა. ძალიანელია, აი ძალიან. 2 ტონა და 300-მდია ეს მანქანა და ნუ აი 4 ცილინდრიანი ძრავი ვერა რა, გინ დიზელი იყოს და გინ იმაზე რა ქვია, თვითფრინავის საწვავზე, ნუ ვერ მიდის, ისე როგორც უნდა წავიდეს. საკმაოდ ნელი მანქანაა. ნუ ზოგადად ტოიოტები არ გამოირჩევა სისწრაფით.
დამეთანხმებით, სულ ესეთი ძრავები აქვს. ცოტა ცხენს რო გამოიმუშავებს, მაგრამ შეიძლება პატრონი უფრო ადრე მოკვდეს, ვიდრე მანქანა გაფრთხილდეს, მაგრამ ნუ აი ის არა აქვს რა, ის სიჩქარე არა აქვს, რა სიხალისი არა აქვს, ანუ აი მკვდარია რა. მანქანაში რო ჯდები, ეგ მიყვარს ხოლმე, აი პირველი შთაბეჭდილება ყოველთვის ჩემთვის არის ხოლმე საინტერესო, იმიტომ რომ აი რო ჩავჯდები, აი რა მოხდება, მომეწონება თუ ეგრევე გული ამერევა. ამ შემთხვევაში რო ჩავჯექი, მივხვდი რომ დარდიმანდი არ უნდა იყოს ჩართული, ანუ მაგას არ ველოდებოდი უკვე ამ მანქანაში. ძველ პრადოში რო ჯდები, უეჭველი რადიოა ჩართული და უეჭველი დარდიმანდი, აი უეჭველი. სხვა ვერაფერი ვერ იქნება, აი ასე ქართული ძველი სიმღერები საკეიფო დვიჟენია და უკან 20-იანი ჩაციებული. აი ეგ იყო ძველი პრადო ჩემთვის. ამ შემთხვევაში ნურას უკაცრავად აქ მშვენიერი მოთანამედროვეო სალონი, თუმცა ძალიან რთულია თანამედროვე სალონი უწოდო ამას, სიბნელეში ვზივართ, რაღაცა მეცხრე ბლოკია დამწვარი, აქ ამ სალონს რო ვუყურებ, მაგრამ ცუდი არ არის. იმ ჯიპობას, იმ ბრუტალურობას ეს ყველაფერი უხდება. კი ბატონო, ოთხკუთხედი, რაღაც უხეში ფორმები აქვს, სიმეტრია აქვს, ტორპედოს არ არის რაღაცა ჩახლართული და ჩამოხლართული, ანუ ერთნაირად გრძელდება ეს ამოწეულიც. მონიტორების გადაბმა ერთნაირია, ანუ სიმეტრია დაცულია, ოთხკუთხედებია ყველაფერი თითქმის, აი მართკუთხედებს გულისხმობ რა, ეს ლამაზათაა ყველაფერი, შუშას რაღაცა ბრუტალური ოთხკუთხედივითაა, ჯიკალსებში როგორც ხდება ხოლმე, ცოტა დაწვენილი რა თქმა უნდა. აქეთა გვერდით და შუშას ოთხკუთხედია, აი საჭეს შუაში გული ოთხკუთხედია, აი ყველაფერი რა, რასაც არ უნდა შეხედო, ისეთი ერთ სტილშია, ეგ ერთ სტილში რო არის მართლა მომწონს. თუმცა აი რაღაც სიხალისი აკლია. სიხალისეში გულისხმობ, რომ ნუ ცოტა მეტი რაღაც განათება შეიძლებოდა, ან ცოტა მეტი ღილაკების შეცვლა, იმიტომ რომ ყველა ღილაკი არის პლასმასის და ერთნაირი. ყველა ღილაკი არის ერთნაირი. ანუ აი ძველი სტილის ღილაკებია, საჭეზეც, შუაშიც, აქ კლიმატზეც, აი ყველგანს რასაც არ უნდა შეხედო, აი ერთნაირი ღილაკები აქვს. აი ეგ ერთნაირი ღილაკები ცოტა რაღაცა ძალიან მინიმალისტური მგონია. ეს ის შემთხვევა, როცა მინიმალისტურობა უკვე დიდად აღარ მომწონს. დიდი ზომის ღილაკები არის, კი ხელთათმანებით შეგიძლია გადართო, ეს ჩართო გააქტივურო ეს ჩვენი კლიმატი. კი ბატონო, მაგაში, რავი, სულს ვერაფერს ვერ ხედავ, საურთლების გათბობა გვაქვს, გაგრილებაც გვაქვს, დანარჩენი ღილაკები მექანიკური რო არის, ეგეც მომწონს Toyota-ში. სხვადასხვა Toyota-ში ხშირად ვიძახი ხოლმე მაგას, რომ მექანიკური რო არის ეს ღილაკები და ღილაკებზე რო არის და touch-ზე არ არის, მომწონს, იმიტომ პრაქტიკულია რა. თქვენ კაცი მაჩვენებლების დაფას ალბათ ვერ ხედავთ, აქ ბრონივითაა, აი ტელეფონზე რო გინდა ხოლმე, ნუდეს მარტო უყურებდე და სხვა მარ დაინახოს, სადმე ხალხში რო დადიხარ, ზუსტად ეგია. გვერდიდან ვერ ხედავ, რამდენით მიდიხარ, იმიტომ რომ გვერდიდან ვიღაცამ დაინახოს, რომ მიდიხარ 40-ით გაგიჟდება, გეტყვის ჩააჭირე, მაგდე და და შენ ჩაჭერი. და შენ ბონდო ჩაჭერი. We have no capacity. ზუსტად ეგეთი თემა აქაც. მაგრამ ეს ახ არის საშუალო კომპლექტაცია. ცოტა დაბალი კომპლექტაციის ავტომობილია, კონკრეტულად ჩვენი მოდელი, რომელსაც ვიღებთ და ეს მაჩვენებლების დაფა ცოტა სხვანაირია, იმიტომ ეს თლიანად ციფრული უნდა იყოს და ეს პატარაზე რო ანახებს, ანუ თლიანად უნდა იყოს გამოტანილი. ასევე მულტიმედიის მონიტორიც Toyota-ს ისეაც არ გამოირჩევა, ეხა აი ერთადერთი რაზეც ვაჯვავ ხოლმე ყველა Toyota-ს არის რომ ეს მულტიმედიის მონიტორი არის რაღაცა რა ვიცი, ოპტამ ნაყიდია, საბითუმო ფასებში აქვს Toyota-ს დათრეული და ამ შემთხვევაში გვაქვს პატარა, ესენი არსებობს კიდე დიდი, ეს არის 8 ნახევრიანი თუ 8 ინჩიანი და არის 12 ნახევრიანი, უფრო დიდი. დინარაძე ეძებდა ხმის აწევა-ჩაწევას და უცებს სიბნელეში, რო ვთქვია, ყველაფერი შავემეთ დარჩა და ამას ატრიალდა. მე კი რას აკეთებს, ანუ თან ეს ჩემი მხარია. რას ჩალიჯო ხმა საიდან დაუწიო? აი აგერ არის. აგერ არის ხმის აწევა-დაწევა და ეს არის უკვე ის რა ქვია, homepage-ის ღილაკი. იმენა, კიდი home page-ზე ვართ, ბოდიში. Touch-ი არის ასთავარია. ეს 10 წუთში, რომ გადარეკავ, touch გააქტიურეთო, რო ეთქვი, მე უკვე იწყებს მაგას. Home page დავაჭერ, home page-ზე ეგრევე ბრუნდება. ხო, ვიდეოები შეგხვდებოდათ, რომ ყველაფერი ჭყრიალებს, სანამ ეს მანქანა გამოვიდოდა, რომ დაანონსეს, რაღაც პროტოტიპები, ანუ სატესტო ვერსიები, რა თქმა უნდა, გამოშვებული რო იყო, რავი, ინგრეოდა მანქანები, ანუ მაგის ბევრი ვიდეო და სხვადასხვა რეალურ ცხოვრებაში, ანუ ექსპლუატაციაში ალბათ სამარეზები დაამატეს, იმიტომ რომ ყველაფერი მყარად არის. ხა ვერ ვიტყოდი, რომ რაღაც ბარი მოძრაობს, ან ნამდვილად ვერ ვიტყოდი, იმიტომ რომ Camry გახსოვს, აქ რომ მივაჭიე, ფეხში გავარტყე დინაზე, ამენისკი აიკიდა და რაღაცები, აქ ეგრე არაა. თუმცა ერთი რაღაც მაინც შემორჩათ ცოტა ისეთი რა, რომელსაც არ უნდა შეეხო, არ უნდა აწვალო. ეს არის აი ეს პლასმასი, მთლიანი ამ მონიტორების პლასმასი, იმიტომ რომ აქეთაც რო აწვევი, აი ისმის ხო ხმა?
გამოვარდნილია. ხო, ანუ ამას არ უნდა შეეხო რა. რეალურად ეხლა ეს როგორი შემოწმება იცი, მოდი ობიექტურები ვიყოთ ხა. ამას არავინ ჯაჯგურს არ დაუწყებს, მაგრამ დროთა განმავლობაში ეხლა მანქანა რო გაივლი, ბევრჯერ არაფერი 10000-იც არაა გავლილი მანქანა. რავი 50000 რო გაივლი, ეს ყველაფერი რო იწყებს უკვე მოძველებას და რაღაც 100000-ზე, ალბათ twins ხმაურს დაიწყებს, ბრაგაბრუქს დაიწყებს ჩემი გადმოსახედიდან, იმიტომ რომ ძალიან ისეთია. აქ რეზინა ხო, აქ არანაირი ტყავი არ არის, რბილი რეზინა, აქაც ტყავის შემცველი რა თქმა უნდა, დერმატინი, აქაც რბილი მორეზინო, აქაც რაღაც ამოუცნობი მასალებია, ყველაფერი, რა ვიცი. ოპა, რა სიტყვის ამგდელოება ამაზე, ეს რა არის? ისდეც, ეს დაჟი ამერიკულ მანქანაზე უარესი არის, ეს გადაკრული არ არის, ეს არის ჩამოცმული. ეს საშინელება, აი რაღაცები ვიპოვეთ. ვინც ეძებს ის პოულობს, ნათქვამია. ასევე ეს ძალიან ცუდი ხარისხის ეს აქაც ნახე. ეს როგორც კი კიდევ ისაა რა, არც რეზინა არ არის, არც ტყავი არ არის, არც ნაჭერი არ არის და მაინც მოძრაობს და ანუ რა მუღამი აქვს ვერ გავიგე. უყურე აქ რა შემთხვევაში შეგვიძლია რაღაცები გავამართლოთ, რაღაცები არა. თუ მიდიხარ მაინც და მაინც აი Wrangler-ის სტილზე რომ იყოს თავიდან ბოლომდე პლასმასის და კერხერი შეგიძლია შემოაგდო, კი ბატონო, იმ Wrangler-ში რასაც არ უნდა შეეხო, შეიძლება ხელი მოიტეხო. ან თავი თუ მიარტყებს, ეგრევე ტვინი შერყევა გაქვს, მაგრამ აქ რო ტყავიც არის, ის რბილია, ესეა, მაშინ ცოტა უკეთესი უნდა იყოს. აი, ყველა ვარიანტი უკეთესი უნდა იყოს. ეს საშინელება, ეს ან ძალიან მალე გაფუჭდება. ეგრევე მოჩათლა ხდება ეს. რეჟიმები აქედან იცვლება, ხა რეჟიმები რატომ მინდა შევცვალო? ამას როგორც კი დაატრიალებ, აქ იდეაში იცვლება, სპორტი ნაცდება მწვანეთ და აი რაღაცა გაითში, აქ რაღაც წითელი ზოლები შემოვიდა რა. ანუ აი არა არც იქით არც აქეთ რა. აჰა, ეკოზე გამწვანდა ის ანუ შუაში ზოლები რაც იყო, მიმწვანდა. ანუ არაფერი სისულელე რა. გინ სპორტში ჩააგდე და გინ რაკეტ მოუჩი. ძალიან მანქანა, იმიტომ რომ ამ წონას ვერ ერევა ის მონაცემები, რა ცხენებსაც გამოიმუშავებს და სიმძლავრეს ეს ძრავი. ნიუტონი კი აქვს 500, მაგრამ რა თქმა ცხენები არ არის. აქეთ რა გვაქვს, ესე იგი, ცენტრალური ბლოკირება გვაქვს, აქ უნდა იყოს უკანახიდის ბლოკირება, მაგრამ ამ კომპლექტაციას ეგ არ მოყვა და ეს ღილაკები არის უკვე გადართვა რეჟიმების, რა. ან თუ გვინდა რომ პანიჟენიე ჩაურთად, უკვე მარტივად, აგარაც ყულის ეს როგორც ძველ მანქანებში იყო ეგრე აღავშვებით, ყველაფერი ელექტრონულად ხდება, ამ ღილაკს დავაწვევით და აჰა, ნეიტრალში, ამ ღილაკს დავაწვევით და შეგვიძლია გადმოწოდა for low-ზე გადმოვა. აი, აგერ გააქტიურდა ყველაფერი. აჰა, თავისე. აქ დაეწერა, უნდა გამოვისნო, გამადიდებელი უნდა მიიტანო. იქ დაეწერა, მოცურება გაითიშა და უკვე for low-ში ვართ. იგივენაირად მე დავაჭერთ, გადმოვიტანთ for high-ზე, for high-ზე ჩვეულებრივ რეჟიმში. ნორმალურად შეგვიძლია გავაგრძელოთ სიარული. კი ბატონო, ნუ აქ ისენი ყველაფერი შენარჩუნებული აქვს, აი off-road-ს რა ჭირდება, ეს ანუ ქუჩაში არ დაგტოვეთ ნამდვილად ეს მანქანა. ძველ პრადოში თითქოს უფრო დიდი, თითქოს გარდა უფრო დიდი სივრცე იყო, აქ უფრო მჭიდრო ძიხა რა, უფრო ჩაკვეტებული ძიხა. ანუ ხა მე პრობლემა არ მაქვს იმართლა საჭესთან რო ვზივარ, მაინც ასე თუ ისე მართავ მანქანას ნორმალურად, მაგრამ იქ უფრო დიდი სივრცე იყო, ეხლა წონი დიდი ტიპი რო ჩაждდება, აი რაზეც ვღადაობდით, არ ვიცი, რავი, საქართველოში ნუ ეგრე ასოცირდება ხოლმე, ეხლა რა ზროსლი ტიპი უნდა იყოს, ძველი პრადო რო ყავს და გრიპი უნდა ქონდეს მოგდება. ხო, რა, მინიმუმ ეგრე უნდა იყოს და იმათთვის ცოტა გაჭირდება. მაგრამ თუ ახალი პრადოსნაირი ძერს კი ბიძახარ, ამ შემთხვევაში შემნაირად ძერს კი ბიძა თუ ხარ, მაშინ ეტევი რა, ცოტა დილაობი თუ დარბი ხარ ხოლმე რაღაც ერთ-ორ განტელს თუ რაღაცას სარკესთან წაიმუშავებ, ღიპი რო გაქვს, მაგრამ რო არ იმჩნო მაინც რომ წავა რო იტყვი, წავა შესამხულო ჩაიხედები სარკეში, ეგეთი აღნაგობის თუ ხართ, შემნაირად მაშინ ჩაეტევით, პრობლემა არ არის. სიარულს რაც შეეხება, მოდი ცოტა ხანი სიარულზეც გადავიდეთ, რამიან მანქანებს მოგეხსენებათ, მაინც რწევა აქვს, საიდანაც არ უნდა შეხედო. ასევე თხლაფუნის მოძრაობები, ანუ აი ეს ჟელესავით რომ მოძრაობს მანქანა, ეგ გამოწვეულია იმაზე, რომ რამაზე ჩულოქები რო კიდია უკან, ნუ მაგის გამო აქვს. ეგეც უნდა გაითვალისწინოთ რა, ანუ ისევ იმას დაუბრუნდებ Defender-მა თუ შეცვალა მთლიანი კუზაო და დამოუკიდებელია უკანას და წინას დაკიდების სისტემა, აქ ძველ სტილში არის, აი ნამდვილი ჯიპური დატოვებული წინ დამოუკიდებელია, უკან დიდი ჩულოქია, მაგრამ ამ ჩულოქიდან დამოუკიდებელი ამ რამით რო გადადიხარ, ან თუნდაც ბუგაროკეზე მწოლიარე პოლიციელს რო ეძახით, ან ორმოებზე, ან უსორმასორო გზაზე, აი მანქანა რო სხვა ფორმას იღებს, ჟელესავი, ხალადეცივით რო იქით აქეთ დადის, ზუსტად იგივეა აქაც. რაც არ აქვს მაგალითად სპორტულ ჯიპებს, როგორიც არის, რავი, Audi ვთქვათ, ეხა Q, რა ვიცი, Q7
არა აქვს ეგ, არა აქვს X6, X5, X3-საც არა აქვს. მიჩვეულები თუ ხართ ძველ პრადოზე, აი მაგალითად, ყავთ ეს ძველი პრადო და ამოგივიდათ ხელში, აღარ გინდათ. ანუ გინდათ რომ გაყიდოთ, თქვენც მოგბეზდათ, იმიტომ რომ არც ფუჭდება, არც ფულს ითხოვს, არაფერს არ ითხოვს და ანუ რავი, აღარ გინდათ და უბრალოდ ხა შეხედეთ რომ Toyota-მ გამოუშვა ახალი Land Cruiser Prado და ფიქრობთ რომ აი ამ ძველ პრადოს გავყიდე და ახალ პრადოს დავითრევ. მინდა გითხრათ რომ რადიკალურად განსხვავებულია. ის იყო აი ზედმეტად რბილი, ანუ ტალღებში დაცურავდა ის მანქანა. ეს ეგრე აღარ არის, ანუ ეგ მწოლიერ პოლიციელზე აი ბუგარუზე რომ გადავიარეთ, უკან იმენაი პანჯე ჩულოქი შემოვიდა სალონში. აი უკან ორი სკამი ამოწიე, მე 7 და იქ ამოვიდა ჩულოქი და მეც საქვარო და ჩავიდა მე. ანუ იმასთან შედარებით, აი ძველ პრადოზე ვინც ხართ მიჩვეულები, იმასთან შედარებით ბევრად ხისტია, გაცილებით ხისტი არის. თუმცა რავი, ხა მე არც იმის სიარულზე არ გიждდებოდი, იმიტომ ეს ირწევა და ის იყო აკვანი. აი მოსახვევში რო შედიოდი, აი ესა ხელით უნდა წაგეთყა ასფალტზე რომ გასწორებული იყო მანქანა, მაგრამ ნუ ბევრს ეგ ევასებოდა რა, ეგ კომფორტი მოწონდა. მე მაგალითად ეგ კომფორტი არ მომწონს. ესეც კიდე ერთი შედარება, რომ იცოდეთ, ანუ ყიდვის დროს შეგიძლიათ გაითვალისწინოთ. ეხლა ზევით მეგულება კაი ადგილი, ჩვენ სადაც ვიღებთ ხოლმე, იქ გავჩერდები და მონაცემებზე მინდა ვილაპარაკო და თან ძრავს ჩავხედოთ, იმიტომ რომ ვიძახი რომ არ დადის ნიშნავს იმას, რომ მანქანა რა თქმა უნდა დადის და შეიძლება ვიღაცა საერთოდ ფეხებზე ეკიდოს, უფრო ჩქარასიარული, თუმცა მე მაინც ვიძახი რომ განიცდის სიმძლავრის ნაკლებობას, ანუ აი მეც და მანქანაც ერთად დავიტანჯეთ ამ აღმართზე რა, ანუ აი დავიტანჯე, ბოლომდე ვაჭერ გას რო წავიდეს. კი, ვიღაცა იტყვის, ხო და დააჭირე, მაგ წავაო, მაგრამ ანუ არ უნდა იყოს ეგრე რა, აი იცი რითი დავიღალე? აუშვებ ჩერდება, მე დააჭერ ბოლომდე, მე გადაამუშავეს ამ რაღაცა ორი ჯორის რაღაც ძალა ძლივს წავა, მე ისე მოგიწევს მოსახვევთან აშვება, ისევ ჩერდება, მე ისევ ბოლომდე უნდა ჩააჭირო და ნუ აი რავი, აჩუშედე და ანუ ერთი სიტყვით აი ამ აღმართზე, აი ძალიან პატარა აღმართზე, რავი 5 კილომეტრიან აღმართზე უკვე დავიტანჯე. ეგ მინუსი აქვს. ესე იგი ერთი ამოვედით აქ და უკვე მოცურება ანთია და იმედია გაგრილდება და ჩაქრება. არც გადაგვიხურებია, უბრალოდ ამოვედით აღმართზე და ერთოლზე წაიბუქსავა და ეგრევე მოცურება დარჩა. რო გავსწორდებით ასფალტზე, იმედია გაუვლის ეს სიმპტომები. და უკუსლის კამერა მინდა განახოთ. ამას 360 არ აქვს, იმიტომ რომ ეს კომპლექტაციაში არ შედიოდა, მაგრამ ჩვეულებრივი კამერა მაინც აქვს და რა თქმა უნდა ისევ ისეთი ხარისხი, რაც სხვა დანარჩენ Toyota-ებშია ხოლმე, არ ვიცი. ეთყობა 360-ზე სხვა ლინზები და სხვა კამერები აყენია, მაგრამ ამ შემთხვევაში ეხა რაც გვაქვს, ეს უკუსლის კამერა ისევ ისაშინელებაა, რაც ძველებში ეყენა ხოლმე. ბაკის გასახსნელი ხუფის, ანუ ყველა თანამედროვე მანქანას აქვს, აი მანქანა თუ ღია, ღილაკს დააჭერ და ამოვა. აქ თუ შენ თვითონ არ გახსენი, აი ეს თუ არ ამოწიეს, არაფრის მომცემი არ არის. თუ მანქანა ღია, ის უნდა იღებოდეს. ანუ აი ამ ადგილში რო გროვდება ტალახი, ეგ არ მომწონს, იმიტომ რომ რთული ხდება მე უკვე მანქანაში ჩაჯდომა, ან სუფთად ყოფნა. ანუ აქ შიგნით შედის რა ტალახი, ცოტა ისე უნდა იყოს, რომ ეს ცოტა გრძელი უნდა ყოფილიყო, რომ იქ აი ეს ადგილი არ დაისვოროს და მხოლოდ ქვევიდან იყოს ტალახი. ანუ ფაქტობრივად ნახევრად შიგნით შედის ტალახი. ეგეც არ მომეწონა. ნუ თუ უგზოობაზე ვლაპარაკობთ, ეგ არ მომეწონა. ეხლა ჩვენ მონსტრს 4 ცილინდრიან ტურბო დიზელს ჩავხედოთ. თან ვეცდები რომ არ დავისვარო. აბა იქნება ამორტიზატორი თუ არა, რას ფიქრობ? არა. არა აქ. Короче, ყველაფერი შეძლეს, მაგრამ აი ეს ვერ ქრეს რა. 4 ცილინდრიანი ტურბო ძრავი, რომელიც გამოიმუშავებს 204 ცხენის ძალას და 500 ნიუტონს. 800 სიჩქარიანი ავტომატური გადაცემათა კოლოფი და რა თქმა უნდა მანქანა 4-ვე წამყვანია. აი ესე გამოიყურება ეს ჩვენი, აქ ხუფი მაინც გვაქვს.
ხუფი გვაქვს, ზრავზე ხუფი გვაქვს. იო, ეს ჩასაწერია დიდი პლუსი Toyota-ს, რომ ხუფი გვაღირსეს ზრავზე, როგორც იქნას. Toyota-ს ერთი ის პლუსი აქვს, რომ ზრავში ჩახედვა ნაკლებად გიწევს ხოლმე, იმიტომ რომ ნაკლებად ფუჭდება, მაგრამ ისევ იმას უბრუნდები, აი რა უნდა გაუფუჭდეს, აი არაფერი არ აქვს, რა უნდა გაუფუჭდეს. ერთი სისტემა იყო, რო აქამდე ამოვეთრიეთ მშრალზე რაღაცა. ერთი, რა ვიცი, ხო, იმენა, აი ამხელა, რა ვიცი, 18 სანტიმეტრიანი თოვლი იყო. 18 სანტიმეტრიანი ამხელა თოვლი იყო და იმასაც ამოვიდა ყველაფერი აანთო რაც ჰქონდა. ანუ მე ძალიან დიდი იმედი მაქვს, იმედს არ ვკარგავ, რომ ეს ყველაფერი ჩაქრება. უბრალოდ იმიტომ რომ ნუ არ შეიძლება ეხა აღმართზე გორაზე ამოვედით და რავი, ჩეკი აანთო ფაქტიურად, მოცურება ანთია. მოცურება თუ ანთია, ეს უკვე ჩეკისკენ არის. რა თქმა უნდა, ბენზინის ძრავებითაც არის, ტურბო ძრავები, მაგრამ მე ალბათ ამ შემთხვევაში მეც დიზელის მოყვარული არ ვარ, მაგრამ ამ შემთხვევაში მეც დიზელისკენ წავიდოდი. ასევე აპირებდნენ ზუსტად არ ვიცი, უკვე გამოუშვეს თუ არა ჰიბრიდ ვერსიებს, ნუ ჩინეთისთვის უნდა გამოუშვათო ჰიბრიდი ვერსიაო და ნუ ამერიკისთვისაც ჰიბრიდ ვერსიას გამოუშვებთო იძახიან და ამ მომენტში არ ვიცი, ჯერ ამუშავებენ სავარაუდოდ. ცხენის ნაკლებობა რაში გამოიხატება? კაი, გავიგეთ რომ გადაცემები პანიჟენიას რო ჩაურთავ, იქ რაღაც სხვანაირად მუშაობს და ამ ნიუტონს მაინც იყენებს. თუმცა 200 ცხენის 200 უწოდოთ რა იმ 5 ცხენის დედა ანუ 5-იც არ არის 4-ია, ზოგან 1 წერია და ეხლა იცით როგორა PS და ეს აქვს HP. ანუ 200 რაღაცა ცხენის, 204 ცხენის, ნუ აი რა ვიცი ეხლა 2 ტონაზე მეტია, 2 ტონა და 300-ია ეს მანქანა. ცოტაა რა, 200 ცხენი იყო, რავი, როდის იყო კაი ცხენები, ადრე იყო კაი ცხენები. რავი, 10 წლის წინ კიდე იტყოდი რაღაც 200 ცხენი მაქვს და დღევანდელ თანამედროვე მანქანებში 200 ცხენი ჩემი გადმოსახედით, აი ესეთ მანქანაზე ცოტა არის. მე ცოტავება, იმიტომ რომ სიარულშიც იგზნობა რა, აი აღმართზე, აი გაზგათხრილი მოდიხარო, რავი, ამოვიდეს. ესო ტალახში ჩააგდო, რავი. აქამდე რომ ტალახში ჩააგდო, ალბათ მოკვდება, დაიწყებს ხუნეშას, აი ხუნეშას დაიწყებს. 2 და 8, ნუ რო დაგუგლო 2 და 8 წერია, 2 და 7.5 არის, ანუ რეალურად რო გაყვე ლიტრაშს ეგრე არის, მაგრამ 2 და 8 არის. და 200 ცხენი აქვს, ხო? აი რა გააფუჭებს, ალბათ მაგ ზრავის 5%-ს იყენებს, ხო? ევროპელები ეხა აქედან ამოიღეთ 350 ცხენს უეჭველი და აი რაღაც ჰიბრიდ სისტემა, ელექტროსისტემა, ის სისტემა, ზევიდან და წაკუზული სისტემა და რეალურად ვიღებთ რას? ანუ ასე თუ ისე გაწურული აქვს ის ზრავები, ანუ პიკზე ამუშავებენ, რომ აი მომხმარებელი კმაყოფილიყოს, ჩააჭერს გაზს და აი მიდიოდეს ჩქარა. მაგიტო ვიძახი, რომ ანუ პატრონს უფრო მალე მობეზრდება ეს მანქანა, ვიდრე ეს მანქანა გაფუჭდება. ანუ ეს მანქანა ძალიან დიდხანს იმუშავებს. სხვა Toyota-ებიც ეგრე არის, აი ძალიან დიდხანს მოგემსახურება, მაგრამ დააკვირდით ნებისმიერ Toyota-ს, რომ აი მკვდარზე ვენოკივითაა. ყველა განიცდის აი სიმძლავრის პრობლემა აქვს ყველას. ვერც ერთი მანქანა რო ჩააჭერ ვერ მიძ. ეხლა ვინმე Supra არ მითხას, ეგ BMW არის. სხვა დანარჩენი Toyota-ები, ნუ რა ვიცი, ეხლა იტყვიან რაღაც 300, არც 300 არ დაფრინავს რა, აი ნუ არც 300 არ დაფრინავს და არც 200-ები არ დაფრინავდნენ რა. რავი, 7-დან 2-როა ძრავი და იმე 5 ცხენი რო გაქვს, რა თქმა უნდა ის არ გაფუჭდება, რა თქმა უნდა არ გაფუჭდება. ამ შემთხვევაში ზუსტად მაგას უბრუნდები, ეხლა 2 და 8 ტურბო დიზელი 200 ცხენით. რა გააფუჭა, ესო გაფუჭდეს, არ ვიცი, ალბათ დასამარხები იქნებიან ყველა სათითაოდ. ამას კიდე რაღაც ვიზუალი მაინც აქვს, აი Lexus-ის ვიზუალი, ნუ რა ვიცი, ამის JX-ის ვერსია ნანახი ყავთ, ანუ მე ვთხოვ დინარაძეს ამოანათოს, ბავშვები მოარიდეთ ეკრანს, ეგ არის, არ ვიცი, ალბათ ის ატომური ბომბი რო აფეთქდა იაპონიაში, მაგის მე რაღაც გავლენა იქონია, იმიტომ რომ აი ბავშვი რო დასვა და აი Photoshop-ით ათამაშო რო ასწავლდა შემთხვევით აი ცხვირი რომ მოახიოს და რაღაც სხვა მანქანის ცხვირი რომ მიაკეროს, ზუსტად ეგ გამოვიდათ აი ამის Lexus ვერსია, რომელიცაა JX. ანუ იმა დიზაინის საშინელება აქვს. აი თავისი ის ვითომ ტყავის სალონი და ის რაღაცები აი ტრაქში გაიკეთონ, იმიტომ რომ საშინელი დიზაინი აქვს. ამას რაღაც თლიანობაში რო შეხედავ, იტყვი რომ ტიპები დაждდნენ და ეს დახატესო და ის როგორ არის, ის სხვა რაღაც დახატეს და სხვა რაღაცა დაამატეს, ზევიდან რომ Lexus-ი გამოსულიყო. ნუ ის საერთოდ კატასტროფა ვიზუალურად. ეხა აქედან დავეშვათ ისევ, ცოტას კიდე გავივლი, ნახავ რაღაცეები არ გამომრჩეს. იმედია ჩეკი ჩაქრება? ნო, დიდი იმედი მაქვს რომ ჩეკი ჩაქრება, იმიტომ რომ არაფერი არ მიქნია, ანუ აი აქ არაფერი, ალბათ Subaru-ებით გადაღამი ამოდიან Forester-ებით აქ, რომ რაღაცა ქნან, წაიმაიმუნონ და ეს არ ვიცი, მაგას არ ველოდებოდი რომ ანთებდა. მაგასაც კარგ ადგილს შევარჩევ და დასასრულისკენ გადავიდეთ. ეხა აქედან ისევ დავეშვათ ამ გზით. წავედით.
ოპა ჯიკლაში თუ უნდა მიაჯახუნო როსი აი კაცურად რა ტესტესტერონი უნდა დაანახო ყველა შენი დომინანტო კაცური მანქანი დადიხარ აქ რომ მიაჯახუნებ მეორთ აღარ მოგინდება ეგ აი გაიღუნა უკვე დედა აი ტოიოტა ესე ბური რაღაც კარები აყენია მაინც აი რატო უნდა იღუნებოდეს რა გახდა ბიჭო ეკონომიკა პირველ ადგილზე ხართ გაყიდვებით ესა დედა ნაკაჩი რაღაცები მეტი სამარეზი გამოიყენეთ რა მე ცოტა გაასქელეთ რა რესტორანში რო ყველია რო აწევდა გამჭვირვალე რო არის ზუსტად ეგრე არის ამის ეს ჟესტი გარშემო რაც აქვს ეგ ამ კონკრეტულ მანქანაზე არა ყველა ტოიოტაზე ეგრეა აბსოლუტურად ყველა ტოიოტაზე არის ქაღალდივით ეს ჟესტი და იმიტომაც არის რაღაცები ბრაგუნებს იქ რაღაცები მოძრაობს იქ ის და მე კიდე ვიძახით რომ არაფერი არ გაუფუჭდებაო ნუ რა ისე ეს გაფუჭებულია უკვე და რა უნდა გაუფუჭდეს პანიკას არ აყვეთ ის მოსურება ეგრევე ჩაქრა მიხვდა რომ ასვალზე ჩამოვედით ეს აღარ ჭირდებოდა და გათიშა რა თქმა უნდა 4-ვე წამყვანით იქ ჩავთვით რაღაცები ცენტრალურ ბლოკირება ჩავთვით და ავედით საკაიფოდ ნუ ეს შესაბამისი საბურავები არ საყენია ეხა მაგრამ ნუ დადის რა ეხა ვერ ვიტყოდი ამ მანქანაზე რომ არ დადის ნუ იმაზე აღარ დავიწყებ ეხა ისევ საუბარს და ცოტა მე აი 300-ის ცხენი აი ჩააკვდებოდა სულში 200 ცოტა 300 იდეალური იქნებოდა წვას რაც შეეხება დიზელია 12 პლუსი წვას ანუ 12 და რაღაცა 2-12 3 ეგრე უწე იქ მონაცემები შევედით ეწერა იქ ჩანდა და ანუ ნორმალური წვა არის ეხა ამ ხელა მანქანისთვის 12 ლიტრი დიზელი მე მგონი კარგი წვა არის ჩემი გადმოსახედიდან კარგია ანუ საწუწუნო ნახდათ არ არის საწვალზე კიდე რა შემიძლია თქვა ზომა მომეწონა კარგი ზომა აქვს, არ არის ტლანკი მოუქნელი, ანუ იმის შტაბეჭდებას არ მიტოვებს, რომ აი როგორც Toyota 300-ში ზიხარო, აი უზარმაზარი მანქანი დადიხარ, ეგეთი შეგრძნება აქ ნახდათ არ მაქვს. ანუ იმენა ირბენდა რა კაცია მანქანით, ანუ საკაიფო ზომა არის ტარების მხრივ. აი ვერაფერში ვერ ვნახე რომ რაღაცა შემზღუდა იქ რაღაც მოსახვევში ძალიან ელა შევედი იმიტომ რომ აიმე არ ამოყერო რეშკაზე არ დავაგდო და ასე შემდეგ მსგავსი შეგრძნებები არ მოუნიჭებია პირიქით ანუ ამ მანქანას რომ მართავ აი რაღაც თითქოს შენ და მანქანა ხარ რა გისწორდება ტარება მართლა გისწორდება თუ ესეთი ტიპის მანქანები მოგწონს ეს მანქანა აუცილებლად მოგეწონება და სიამოვნებას აუცილებლად მოგანიჭებს ეს არის ცენტრში ნაყიდი მანქანა 20-24 წლისა კიდევ ერთხელ შეგახსენებთ და 153-54,000 გამოვიდა თუ სწორედ მახსოვს, აი პლუს მინუს, მაგრამ 53-54-ის პარკლებში. $53,000 რომ მიდიხარ და ცენტრში ყიდულობ ესეთ მანქანას რა თქმა უნდა მოგეწონება, ანუ ყველა ვარიანტში მოგეწონება, ანუ გამორიცხულია რომ არ მოგეწონოს. თავიდან იყო ესეთი მithkma-მოთქმა რომ საკმაოდ ძვირი ღირდა ეს მანქანა. ანუ ისეთი ფასი ედო რომ რავი, ბევრს არ მოწონდა, მაგრამ როგორც ჩანს ჩამოაკლეს, ცოტა ჩამოაჭრეს. $53,000 და აი 55 ვთქვათ, მოდი რა, არ ვიცი, ვიღაც მივახვალ ცენტრში და მე ეტყვენ გაძვირდა 55 ღირსა და სარიშუს ვიდეოში 53 ვერ ყიდულობ და ან მე მომაგინებენ ან ცენტრს ნებისმიერ სადაც სადილეროში და 55 ვთქვათ, ეს კომპლექტაცია. $55,000 რა თქმა უნდა, ანუ ამ მანქანაზე ვინმე თუ ფიქრობს, ყველას გაუსწორდება. ანუ ცენტრში მიდიხარ და $55,000 გამოყავს Toyota სულ ახალი დიზელი და ანუ რავი, ახალი, აი გუშინ გამოსული. რა თქმა უნდა მოგეწონებათ. ნუ ეხა იმ კატეგორიას რავი, არ მიმართავ, ის ფიქრობს რომ 55-ად წავა და ამერიკიდან დამტროილ მანქანას ჩამოიყვან სხვან არის, ანუ ჩემ კატეგორიას არ მიმართავ, იმიტომ რომ ნუ რა თქმა უნდა მეც ახლა გავარდებით და 55-ად რავი, ყველა ფერი მოგდის რა, აი კარგად წარტყმული ჩვენი პროექტები ნანახი გაქვს, რავი, კორვეტიდან დაწყებული GTS-ი დამთავრებული დღესდღეობით $55,000. ნუ იყიდი კაი მანქანას რა, ეხლა მირტყმულს, მაგრამ ეს მანქანები ზოგადად ცენტრის მანქანები, ანუ ახალი მანქანა მოდელები რო გამოდის, ეგრე არ ფასდება. ფასდება დაბალი გარბენით და ახალი რო არის მაგითი. მაგრამ მაინც ჩემ კატეგორიას, ანუ ჩემნაირებს რა, აი ვისაც ურჩევნია რომ იქ იჩალიჩონ და ამერიკაში დაითრიონ რაღაცა საბაზრო ღირებულებაზე ნაკლებ, შედარებით ნაკლებ ფასად. რასაც ჩვენც ვაკეთებთ და მთელი საქართველო მაგას აკეთებს, რავი 90% ეს გასაკვირი არავის არ არის. თქვენ გირჩევდით რომ კავკასიის ავტოიმპორტს მიმართოთ კოპარტის ოფიციალურ წარმომადგენლებს და ისინი ესეთ მანქანასაც გაშოვნინებენ უფრო იაფად. თუ თქვენთვის მისაღებია, რა თქმა უნდა, წარტყმული მეორადი ავტომობილი. დაუკავშირდებით კავკასიის ავტოიმპორტს, შეარჩევთ თქვენთვის სასურველ მანქანას და ზედმეტი რისკების და ექსპერიმენტების გარეშე, ანუ ჩვენი პროექტები ნანახი გაქვთ, რამდენი მანქანა გვაქვს ჩამოყვანილი. აი, რამდენი მანქანა ჩამოვიყვანეთ და აი ესეთი განსაკუთრებული სიურპრიზი ჩვენ მანქანას არ ქონია. საერთო ჯამში კარგი იყო, მაინტერესებდა, მომეწონა. კიდევ ერთხელ უგმესი მადლობა პატრონს, რომ ეს მანქანა გვათხოვა, იმიტომ რომ ბევრს აინტერესებს ჩვენი უხეში ტესტ-დრაივი Land Cruiser Prado-ზე და დღეს შეგიძლიათ უყუროთ, დაალაიქოთ და დააკომენტოთ.
კომენტარი. და რა თქმა უნდა, არ შემიძლია, არ შეგახსენოთ ის, რომ ჩვენ ვათამაშებთ 200 ლიტრს საწვავს, რომელიც გადმოგცა ვისოლმა, უმარტივესია გათამაშებაში მონაწილეობის მიღება ამ ვიდეოზე და ნებისმიერი ვიდეო, რომელიც დაიდება თვის ბოლომდე, უნდა დააკომენტაროთ. არხი, რა თქმა უნდა, გამოწერილი უნდა გქონდეთ. დღეისათვის სულ ეს იყო ბიძი, დაგემშვიდობებით მომავალ შეხვედრამდე. დროებით. არის 1940 ჩემი კარტი. ზატო დაღმართზე იქნება სისასტიკე ზევიდა რომ გაუხსნი გას. შეიძლება სახურავი დავეცე მცხეთაში ქვევით ჩავარდე. გატყავებულივით გამოიყურება ამ ძრავის კაპოტის ძრავის განყოფილები. ხო და ჩავარდი ორმოში შეჩეკი. მაგ ხრივ მომეწონა. Morça.